ბოლო პერიოდში რუსთავში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა. ქალაქში რაერთი ადგილია, სადაც ინფრასტრუქტურა ამოშლილი. ვინ აზიანებს ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებსა და მოედნებს და როგორია მოსახლეობისა და ფსიქოლოგების მოსაზრება, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ეს მეგობრობის გამზირია. ჩვენ სპეციალურად ავირჩიეთ ეს ადგილი, რადგან გვეჩვენებინა თუ რამდენად შეუძლია ადამიანის ხელს იმ ინფრასტრუქტურის მოშლა, რომელიც წლების განმავლობაში კეთდება. მაგალითად, დაზიანებული ურნა, გატეხილი სკამი და ასევე დაზიანებული გარე განათების წერტილი. როგორც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აცხადებს, ქალაქში ვანდალიზმის ფაქტს ბევრჯერ შესწრებიან. მათი თქმით, დანაშაულს ძირითადად მოზარდი თაობა იდენს და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს შენიშვნას ხშირად აძლევენ, მათ აზრს უმეტეს შემთხვევაში არ ითვალისწინებენ. რუსთავში მაცხოვრებლები ვანდალიზმის ფაქტებს სხვადასხვა მიზეზებს უკავშირებენ. რამდენჯერ დამინახნია, რომ მოდიან ახალგაზრდები, წაკრავენ ამ ურნას წიღს, მიჯეჭყავენ და მიდიან ხოლმე და მე რომ მithქვია, რომ აი რატომ აკეთებ ასე, რატომ თქვენთებს თქვენ მიხედეთ და გაივლიან. ყავს მეგობრები, რომლებიც აფუჭებენ ქალაქში რაღაცეებს, მე ვეუბნები ხოლმე საყვედურს, მაგრამ არავინ არ ფიქრობს ქალაქის კეთილდღეობაზე და სულ ცუდისკენ აქვს მიდრეკილება. მოდიან აფუჭებენ, ანგრევენ, იქ სკამს ტეხენ, იქ ურნებს აფუჭებენ. ეს არანაირად არ შეიძლება, არ მომწონს. მე მაგალითად რომ დავინახო აუცილებლად შენიშვნას მივცემ დაუშლი. მიმეჩნია რომ ეს რაღაც ჩვენ კულტურაზე მიანიშნებს და სამწუხარო ფაქტია ამას მოსახლეობა არ აკეთებს. ფსიქოლოგების მოსაზრებით დამნაშავეზე გარემო პირობები და საზოგადოება მოქმედებს. მათი განმარტებით დანაშაულის ჩამდენი უმეტეს შემთხვევაში გარდატეხის ასაკში მყოფი პირები არიან და ისინი დანაშაულითა და აგრესიით საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობენ. პიროვნება, რომელიც ახორციელებს ამ დევიაციურ ქცევას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული გავლენა სხვა ადამიანებისგან. ანუ დაინახა, რომ ესა თუ ის ქცევა, რომელიც არის დევიაციური, არ არის დაშლილი, არ არის გაკიცხული, არ არის აკრძალული და ის მიმართავს ამ ქცევას ხელმეორედ. ასევე ხელს უწყობს აქ ასაკიც. გაჩნია, რომელ ასაკში აკეთებს აი ამ ქცევას ბავშვი, თუ ის მოზარდია და გარდატეხის ასაკშია, აქ ჩვენ ვარაუდობთ ხოლმე, რომ აქ თვითდამკვიდრების გარკვეული რაღაც ეტაპებს გადის ბავშვი. თუმცა ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი ჩარევა და ახსნა ბავშვისთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემო მისთვის. ეს კი ევროპისკენ მიმავალი ქართული ნაბიჯებია.